ღმერთი ელოჰიმი, ანუ ღმერთი მამა და ღმერთი დედა. შექმნის დღიდან ყოველთვის ერთად ასრულებდნენ გამოსყიდვის საქმეს. ღმერთმა ელოჰიმმა, რომელიც საკუთარ თავს ჩვენ უწოდებდა, თავიდანვე 6 დღის განმავლობაში შექმნაცა და დედამიწა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად შექმნესცა დედამიწა და ყველაფერი, რაც მათშია. შექმნის შემდეგაც კი ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად შეასრულეს გამოსყიდვის საქმე. და თქვა უფალმა: ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს. რადგან იქ აღრია უფალმა ენები. თქვა ღმერთმა: ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად შეაჩერეს ბაბილონის კოშკის მშენებლობა. ბიბლიის ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად იმუშავეს სამყაროს შექმნიდან. გარდა ამისა, ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ასევე ერთად იმუშავეს წინასწარმეტყველების დანიშვნასა და გაგზავნაში. ვინ წარუგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის და ვთქვი, მე წარმგზავნე. ღმერთმა არ თქვა, ვინ წავა ჩემს ნაცვლად. სამაგიეროდ ღმერთმა თქვა, ვინ წავა ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ წინასწარმეტყველი ერთად გაგზავნეს. ყველაფრის შექმნისას ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად იმუშავეს. ბაბილონის კოშკის მშენებლობის შეჩერებისას ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ ერთად იმუშავეს. ღმერთი ელოჰიმი, რომელიც საკუთარ თავს ჩვენ უწოდებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი მამა და ღმერთი დედა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ამიტომ ბიბლიის სწავლების თანახმად ჩვენ უნდა გვწამდეს და მივხვდეთ ღმერთ ელოჰიმს, რომელიც საკუთარ თავს ჩვენ უწოდებდა ღმერთ მამას და ღმერთ დედას.